როგორ აამუშაო შენი იდეა, როგორ დაგეგმო შენი წარმატება, როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას, შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშიდობისა მოგესალმებით ყველას თქვენს მე რადიო იმედს დაიწყო გადაცემა PR ფორუმი მე ამ გადაცემის წამყვანი ნინი ხუგაშვილი ვარ და დღეს გთავაზობთ თემად გაყიდვებს ჩემი სტუმარი გახლავთ ბიზნეს ტრენერი დავით კენჭაძე მოგესალმებით ბატონ დავით და მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის მოგესალმებით პირიქით დიდი მადლობა მოწვევისთვის უღრმესი მადლობა რომ ხართ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ეს არის თემა გაყიდვები რომელზეც არის ჩვენი წარმატება ფინანსური სტაბილურობა და ყველანაირი კეთილდღეობა შეიძლება ითქვას დაკავშირებული ეს არის თემა რომელზეც არაერთხელ თქვენ თავად ყოფილხართ თავარი ფიგურა ტრენინგებზე. რითი იწყებთ? რა არის მამოძრავებელი ძალა? რაზე უნდა გაკეთდეს ძირითადი აქცენტი? რა ქმნის გაყიდვებს? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? კი ბატონო, მე ზოგადად ჩემი ტრენინგები იწყება ერთ-ერთი ყველაზე ჩემი მთავარი ფაქტორით, ეს არის პიროვნული თვისებები. შევეცდები ახსნა რატო, იმიტომ რომ პიროვნული თვისებები თუ არ აქვს არც ერთ მენეჯერს არ აქვს სეილსმენს შესაბამის დონეზე ის ვერ შეძლებს რომ განვითარდეს ის ვერ შეძლებს რომ წავიდეს წინ აქედან იცით როგორი მოსაზრება არის მენეჯერებს შორის ესეც ძალიან საინტერესო რომ თუ მათ ურჩევნიათ რომ აიყვანონ სამსახურში კარგი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანები უფრო მეტად ვიდრე კარგი პროფესიონალები რომელთაც აქვთ ცუდი პიროვნული თვისებები რატო იმიტომ რომ ადამიანის გაზრდა არის შესაძლებელი, როდესაც მას აქვს კარგი პიროვნული თვისებები, მაგრამ თუ მას აქვს ცუდი პიროვნული თვისებები, არის უმართავი, უდისციპლინო, არ არის მოტივირებული და ასე შემდეგ, მაშინ ძალიან რთული არის, რომ ამ ადამიანთან თანამშრომლობით გრძელ ვადაში მიაღწიო წარმატებას. როგორი პიროვნული თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოებული, ასე ვთქვათ, გაყიდვების მენეჯერი იმისთვის, რომ ზემდგომის ყურადღება მიიპყროს და თავდაპირველად უნდა სამსახურში აყვანის დროს რა უნდა კონდეს მას ისეთი, რაც ყველაზე მეტად მუშაობს ამ საკითხზე. ყველაზე მთავარი ის თქვათ, რომ ბიზნესში და განსაკუთრებით გაყიდვებში ყველა თვისება და ყველაფერი არის სწავლებადი. ანუ არ არის აუცილებელი, რომ ადამიანს რაღაცა ჰქონდეს გამოყოლილი ბუნებიდან, ესე ვთქვათ, ან ბავშვობიდან. აუცილებელია ჰქონდეს მხოლოდ ერთი რამ, ეს არის მონდომება. რატო? იმიტომ რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი რომ მიაღწიოს რამეს, თუ ადამიანს აქვს სურვილი გააკეთოს რაღაცა, იყოს ხვებისგან განსხვავებული, გაზარდოს თავისი შემოსავალი და ასე შემდეგ, თუ ამას ის მართლა ძალიან მოინდომებს, ის ამას მიაღწევს. ამის დასტური არის სხვაჩვენს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი The Secret, ალბათ ბევრს მენელს ამის შესახებ გაუგია, სადაც ზუსტად ამაზე არის საუბარი და რეალურად მინდა გითხრათ, რომ პირადად მე ძალიან ბევრჯერ მქონია ცხოვრებაში ესეთი გამოცდილება, როგორც ჩემს თავზე ჩემს გარშემოყოფებზე, რომ ეს მართლა ხდება, როდესაც ძალიან გინდა რაღაცას მიაღწიო, იმას აღწევ. იგივე არის გაყიდვებშიც. თუ გინდა რომ გახდე წარმატებული, შენ ტრენინგზე სწავლობ რა როგორ რანაირად უნდა გააკეთო იმისათვის რომ მიაღწიო წარმატებას. რა რჩება შენ როგორც მსმენელს, მხოლოდ ადგე და გაიმეორო ის, რასაც შენ გასწავლიან. თუმცა ამისათვის არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც იარო ტრენინგებზე, თუნდაც ჩემს ტრენინგზე. მით უმეტეს მე მხოლოდ კომპანიებთან მუშაობ და ასე ვთქვათ, ღია ტიპის ტრენინგები არ მაქვს. შესაძლებელი არის ნებისმიერ სურვილს აქ შესაძლებლობა ნახოს წიგნები გაყიდვებზე და არის უამრავი სხვადასხვა წიგნი გაყიდვებზე, სადაც არის მოცემული პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მუშაობს და რომელიც არის აპრობირებული სხვადასხვა ქვეყნებში. ის უნდა ისწავლოს და უბრალოდ გამოიყენოს პრაქტიკაში. შეიძლება რომ ამაზე ღია ეთერში ვისაუბროთ, ვიდრე წიგნებს ჩაუსხდებიან, ვიდრე ვთქვათ იმ ფილმს ნახავენ, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ და ვიდრე უკვე დახელოვნდებიან იმ პროფესიაში, რომლის არჩევაც მათ აქვთ გადაწყვეტილი. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? მესმის რომ ეს არის მონდომება, მაგრამ მონდომება არ გულისხმობს იმას, რომ შენ უკვე იცი ყველაფერი, რასაც გინდა რომ მიწუდე, რაც გინდა რომ გააკეთო. რა როგორ იწყებენ ისინი საკუთარ თავზე მუშაობას? არიან მონდომებულები, უნდათ გახდნენ წარმატებული გაყიდვების მენეჯერები. ძალიან კარგი დასწრესი არის, თუ ადამიანი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ ზოგადად ბევრი ადამიანს უჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება, რა უნდა. როდესაც მიიღებს ის გადაწყვეტილებას, ბუნებრივად იწყება რითი? იწყება სწავლით. მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არის ის, რომ გაყიდვები არის განსაკუთრებულად ისეთ სპეციფიური პროფესია, სადაც მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებულად პიროვნული თვისებები. სწორედ ამიტომ თითქმის ყველა წიგნი, რომელიც არის გაყიდვებზე, იწყება ამ თემით.
ან ყოველთვის საუბრობენ იმაზე, რომ როგორი მონდომებული უნდა იყო, როგორ ენთუზიაზმით უნდა ეკიდებოდე ამ საკითხს, როგორ არ უნდა შეეგუო წაგებას და უნდა იყო მზად იმისათვის, რომ როდესაც შეხვდები პირველ 500 კლიენტს, არც ერთი არ იყიდეს შენგან და მხოლოდ 500 მეერთე იყიდეს და ამისათვის ეს თქვათ ამის რეალური მაგალითები არსებობს. თუ ვწდები, შეიძლება განვიხილოთ Starbucks-ის მაგალითით, ხო? ამ შემთხვევაში რეალურად არსებობს ამის მაგალითები, როცა ძალიან ბევრჯერ ასეულობით კლიენტთან შეიძლება გაეგზავნოთ საკუთარი მოთხოვნა, რომელიც იყო დაწუნებული, მაგრამ არ უნდა დააყარო ამ შემთხვევაში ფარხმული. კი, ზუსტად აი Starbucks-ის მაგალითი სამწუხაროდ მე არ ვიცი, თუმცა ნამდვილად ძალიან ბევრი ესეთი მაგალითი არსებობს, რომელზეც ეს თქო გაზრდილი ძალიან ბევრი თაობა შემდეგ, რომლებიც იყენებდნენ ამ პრაქტიკას, რომ თავის უამრავ კლიენტთან გაქვთ ცდელობა და არაფერი არ გამოგდის. ტიპიურად საქართველოში რა მოძდით სეილსმენებს, როდესაც ისინი იწყებენ მუშაობას და უნდათ მალევე მიაღწიონ შედეგებს, მალე შედეგებს რა თქმა უნდა ვერ აღწევენ, იმიტომ რომ ძალიან რთულია მალე მიაღწიო შედეგებს, მაშინ როდესაც ახალი ხარ რაღაც პროფესიაში და ყრიან ფარხმალს. უვარდებათ мотиваცია, იწყებენ უკვე იმის ფიქს, რომ მოდი აბა იქნება სხვაგან დავიწყო მუშაობა და იწყებენ ყველაზე ცუდ რაღაცას, რომელიც უპავს ადამიანს, ისე ეძებს მიზეზებს, რომელიც არის ყველაფერი გარდა საკუთარი თავისა. მაშინ როდესაც წარმატებული ადამიანები და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი წარმატებულ სეილსმენს და საშუალო სეილსმენს შორის, ისინი საკუთარ თავში ეძებენ ამ შეცდომებს. რა გავაკეთე მე არასწორად, რომ ვერ გავყიდე აი ამ 10 კლიენტთან. ერთ-ერთი მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც უნდა ახასიათებდეს სეილსმენს, ეს არის საკუთარი გამოცდილების გაანალიზება. ნახეთ როგორ ხდება ადამიანი, რომელიც მუშაობს გაყიდვებში 5 წლის განმავლობაში, ის ავტომატურად მიიღებს ამ გამოცდილებას 5 წლის მუშაობის შემდეგ. მაგრამ ყველა სეილსმენს აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოცდილება დააჩქაროს და იგივე ცოდნა მიიღოს 1 წელიწადში. როგორ ხდება? თუ ამას ის გააკეთებს რა, ასეთ ყოველი დღის ბოლოს გააკეთებს საკუთარი გამოცდილების ანალიზი. აბა დღეს მე ვის რა ვარ დაახლოებით ეს. ანუ რა გავაკეთე სწორედ და რა გავაკეთე არასწორედ დღის განმავლობაში. სად და ორში შეცდომები. აი მე იმ კლიენტს რო რაღაც უთხარი, უნდა მეთქვა თუ არ უნდა მეთქვა ამის თაობაზე. აი ვიღაცას როს რაღაცა სხვანაირად უთხარი და ნახე, იმან რა კარგი რეაგირება ქონდა, რატო ქონდა, აი იმიტომ ქონდა. და ეს ყველა დასკვნა უნდა დაიმახსოვრო. რაც უფრო მეტ აკეთებ ესეთ საორჯიშოს საკუთარ თავს, მით უფრო ეს თქო ფორმაში დგები. იწრთობით და აღწევ ყველაზე მაგარ რაღაცას, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა პროფესიაში, ეს არის ინტუიცია. როდესაც მე უკვე წინასწარი ფიქრის და წინასწარი დაგეგმვის გარეშე შეგიძლია მიხვიდე შენ კლიენტთან და იქ ინტუიტიურად დაელაპარაკო, იმიტომ რომ იცი რა შემთხვევაში შინაგანი მე კარნახობს, რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცე, როგორ უნდა თქვა და ასე შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ესე თქოთ ძლიერი თვისება, რომელიც მნიშვნელოვანი არის სეილსმენისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც მიდიხარ მოლაპარაკებაზე, წინასწარ კონდეს ყველაფერი განსაზღვრული, ზუსტად იცოდე, რისთვის მიდიხარ, რა უნდა წამოიღო, თქვათ, ამა თუ იმ კლიენტთან შეხვედრის შემდეგ, უნდა კონდეს ყველაფერი გაწერილი. თუ შესაძლებელია ეს ვარირებდეს და იყოს თქვათ ექსპრომტებზე დამყარებული. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ექსპრომტიც იყოს და ექსპრომტი ძალიან ბევრი რაღაცა არის გაყიდვებში, თუმცა მნიშვნელოვანი არის, რომ წინასწარ იყოს დაგეგმილი, იმიტომ რომ შესაძაც მიდიხარ შენ ვიღაცასთან შეხვედრაზე, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ეს არის გაყიდვები თუ უბრალოდ მოლაპარაკებები, შეხვედრის რაღაცა მიზანი უნდა ქონდეს დაგეგმილი, ანუ პლან A, მე თქო გეგმა A, გეგმა B. უნდა კონდეს წინასწარ განსაზღვრული რა უნდა შენგან კლიენტს რომ ამას მოერგო. კი, ეს არის სცენარები, რასაც ჩვენ ეს თქო გაყიდვების ტრენერები ვეძახით, ეს არის სცენარები, ანუ წინასწარ ადგენს სცენარს თუ რა როგორ რანაირად უნდა გააკეთო. ანუ მაგალითად კლიენტთან ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანი არის, რომ დაუსვა შეკითხვები კლიენტს, გაიგო რაღაცა პასუხები და წინასწარ მომზადებული უკვე მეორე შეკითხვა დაუსვა. მე იმ სავარაუდო პასუხიდან დაუსვა უკვე მესამე შეკითხვა. და აქედან გამომდინარე დაინახო რა სურს კლიენტს. კი, შეიძლება ახლა ბევრი მასმენელად ჩათვალოს, რომ ეს არის რაღაცა ხრიკი და ესე თქო ტყუილი კლიენტების მიმართ, თუმცა მე გეტყვით ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას, რომ მე ვისაც ვასწავლი, იმათ ბევრი მსმენელიც ალბათ ვინც ნაყოფი არის ჩემს ტრეინინგებზე, ან მოსმენილი აქვს რაღაც ვიდეო ამასთან დაკავშირებით, მე არასდროს არ ვეუბნები, რომ უნდა მოატყუო კლიენტი რა.
უნდა ყოველთვის მიყიდო კლიენტს ის პროდუქტი, რომელშიც დარწმუნებული ხარ, რომ მას ეს სჭირდება. რატო? იმიტომ რომ კლიენტი არის მთელი ცხოვრების მანძილზე შენი კლიენტი არის. შენ როდესაც ერთ ადამიანთან სახელს გაიფუჭებ, რაღაცას მოატყუებ და ეს ადამიანი შენ წასვლის მერე იფიქრებს, რომ ნახე იმის მახეში გავები, შენთვის იმ ადამიანთან ურთიერთობა მთელი ცხოვრების განმავლობაში არის გადახაზული. მაგრამ წარმოიდგინეთ ადამიანი თუნდაც რომელიც შედის, არ ვიცი, ტექნიკის მაღაზიაში და ყიდულობს ერთ მაცივარს. ხო? რამდენს დახარჯავს ის, არ ვიცი, მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ის თუ იქნება კმაყოფილი, ხო, შენი მოსახურებით ის ბუნებრივად მოვა შენთან. თუ იქნება უკმაყოფილო, განსაკუთრებით უარყოფითი კონტექსტი უფრო მეტად ვრცელდება ხოლმე. და აქედან გამომდინარე, ყოველთვის უნდა ეცადო იყო მართალი. რა თქმა უნდა, ამიტომ თითოეული კლიენტი, რომელიც შემოდის, არ უნდა შეხედოს სეილსმენმა მას, როგორც აი შემდეგი ერთ კვირის განმავლობაში 1000 ლარიან კლიენტს სიტყვაზე. უნდა შეხედო რა ცოტა უფრო გრძელვადაში. შემდეგ 5 წელიწადში ეს არის 10000 ლარიანი კლიენტი. ანუ მოვიდა ადამიანი, რომელსაც უნდა 10000 ლარის დახარჯვა და შენ სულად ეპყრობი მას, შენ ამას სტენი, ხო, დაკარგა ასეთი ტიპის კლიენტს, ხო, ბუნებრივია. ამიტომ მნიშვნელოვანი არის სეილსმენმა ისევე როგორც კარგმა გამომძიებელმა და ისევე როგორც კარგმა ექიმმა, იმიტომ რომ სოციალურ ძალიან მსგავსი არის ექიმების და სეილსმენების, ესე ვთქვათ, მოქმედების სტრატეგია, იმიტომ რომ იქამდე სანამ შესთავაზებ რაღაც პროდუქტს კლიენტს, იქამდე სანამ ეტყვი რომ აი ეს არის ის, რომელიც მოაგვარებს შენს პრობლემას ან გახდეს უფრო ბედნიერ, საჭირო არის ძალიან კარგი ანალიზი იმისი თუ რა ჭირდება კლიენტს. ანუ ექიმების ენაზე რო თქვა, ეს არის დიაგნოზი, რომელიც აუცილებელი არის რომ ანამნეზი უნდა მოიპოვო ჯერ ხომ და შემდეგ უკვე დასადიაგნოზეს არის. კი. ანუ ამის გარეშე ამის გაკეთება წარმოუდგენელია, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ არასწორ წამალს ან არასწორ პროდუქტს მიყიდი კლიენტს. საბოლოო ჯამში ორივე პაციენტიც და კლიენტიც იქნება ძალიან უკმაყოფილო. შესაბამისად ესეთი რაღაცა არის დაუშვებელი გაყიდვების მენეჯერების მხრიდან. სხეულის ენა რამდენად არის გადამწყვეტი მოლაპარაკებების დროს? ხოთაშორის ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ისეთი დეტალი, რომელსაც ყურადღებას შეიძლება ადამიანი არ აქცევს შეგნებულად, მაგრამ ამ ქცევებს აქცევს ადამიანის ქვეცნობიერი ყურადღებას და იღებს იმ სიგნალებს. რატო იცით? იმიტომ რომ ადამიანის მხედველობა იღებს სრული ინფორმაციის სიდან სადღაც 70%-ს. 70% ინფორმაციის აღქმის ხდება თვალების საშუალებით. ანუ მაგალითად შეგვიძლიათ თქვენ მითხრათ მაგალითად რაღაც ცუდი და გქონდეთ კარგი გამომეტყველება ამის თქმის, ხო, მე უფრო მეტად დაუჯერებ იმ თქვენს გამომეტყველებას, რომ თქვენ ამას ან ხუმრობით იძახით, ან ნაკლებად სერიოზულად იძახით. მაგრამ პირიქითაც შეგიძლიათ მითხრათ რაღაცა კარგი, ისეთი ტონით და ისეთი სახით, რომ მე მივხვდე, რომ ის სიტყვები, რომელსაც თქვენ იძახით, არის ტყუილი. ამიტომ ჟესტებს და ქცევებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ისევე არის ვიზუალის თემაც, იმიტომ რომ რაღაც ვიზუალის სტანდარტებში უნდა იყოს ადამიანი მოქცეული. ხო, მაგალითად ადამიანები, როდესაც ზიან მოლაპარაკების სკამთან, ხო, აქცევენ მეორე ადამიანის, არ ვიცი, აქსესუარებს, ქცევებს, ჩაცმულობას, თმის ვარცხნილობას, ზოგადად მოწესრიგებულობას, ყურადღებას და ამის მიხედვით გარკვეულ დასკვნებს ეს თქო გარკვეული დასკვნები ექნებათ ამ მეორე ადამიანის შესახებ. იგივე არის რაზე იცით ქცევებზე. ანუ ბევრმა ადამიანმა იცის ჟესტების ენა, ბევრმა არა, მოდი ვთქვათ, ცოტა ადამიანმა იცის, მაგრამ ბევრი ადამიანი გრძნობს სხვადასხვა ჟესტებს. მაგალითად გავლენის ქვეშ ხო, აი მაგალითისთვის, როდესაც ხელი გიდევს ნიკაბზე და უსმენ მეორე ადამიანს, ეს არის ის ჟესტი, რომელიც მოლაპარაკე ადამიანს აგზნობინებს ორმაგად, რომ შენ განსაკუთრებული ყურადღებით უსმენ. რა თქმა უნდა იმ ადამიანს რომელიც ის შენთან იმ ძალიან სიამოვნებს როდესაც შენ ყურადღებით უსმენ და კიდევ უფრო მეტად კეთილგანწყობით ეს თქოთ კეთილგანწყობილი ხდება შენს მიმართ. რა თქმა უნდა შენთვის როგორც სეილსმენისთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ გაყიდვებში არის როგორი რაღაც, იცით, არის ერთი ესეთი წესი. პირველი რაც უნდა გააკეთო კლიენტთან ურთიერთობის დროს ეს არის მოიპოვო მისი ნდობა. გაყიდვები ნდობის გარეშე არც არ წარმოადგენს, იმიტომ რომ თუ ნდობა გააქვს, შეგიძლია რომ გაყიდო.
სწორედ ამიტომ პირველი რაზეც უნდა იმუშაოს სეილსმენმა არის ნდობა და ნდობა ისეთი ფაქტორი არის რომელიც ძალიან ბევრი პატარა დეტალისგან შედგება მათ შორის ქცევისგან შეხედვისგან მიმიკისგან შეესტებისგან და რა თქმა უნდა იმისგან რასაც ვლაპარაკობთ მაგრამ ეს არ არის ესე რომ აი ვთქვათ მიდიხარ კლიენტთან იწყებ ურთიერთობას და აი პირველი 10 წუთი დროს ინიშნავ და აი ახლა ჩვენ ნდობაზე უნდა ვიმუშაოთ და მე გადავიდეთ სხვა საკითხებზე არა ნდობა არის მუდმივი პროცესი მუდმივად უნდა იმუშაოს სეილსმენმა იმაზე რომ ნდობით მოიპოვოს კლიენტის ნდობა და როდესაც მოიპოვოს კლიენტის ნდობას ეს რას ნიშნავს რომ ერთნაირი პროდუქტის შეძენა ყიდვის შემთხვევაში თუ შენი პროდუქტი იქნება უფრო ძვირი და კლიენტს აქ შენი ნდობა ის მარტო ამ ნდობის გამო გადაიხდის იგივე პროდუქტში უფრო მეც რაც რა თქმა უნდა შენ კომპანიას და შენ ასე ვთქვათ საკუთარ ჯიბეს უფრო მეტ მოგებას მოუტანს მე მახსენდება ახლა ჩემი ერთ-ერთი გადაცემა როდესაც მქონდა საუბარი საჯარო გამოსვლებზე და მაშინ ჩემო სტუმარმა ჯიბას რექტორმა მაკაიოსელიანმა მითხრა რომ აუდიტორია შესაძლოა დაავიწყდეს რა თქვი როგორ თქვი მაგრამ არასოდეს ავიწყდება ემოცია როგორ აგრძნობინე თავი ეს ამ შემთხვევაშიც მოქმედებს როგორ ხდები ხო ზუსტად ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ რა არის გაყიდვების თემაზე ალბათ კვალიფიციური კადრების მოძიება როგორც თქვენ აღნიშნეთ მთავარი არის რომ იყოს მონდომებულობა თუ არა ყველაფერი ისწავლება და ასევე ხშირ შემთხვევაში კადრების გადინებაც ცოტა მტკივნეული პროცესია ხოლმე სეილს მენეჯერების შემთხვევაშიც როგორ უნდა გაუმკლავდე ამ ყველაფერს მაგისთვის არსებობს მაგალითად მე მაგ ერთი ესეც საინტერესო პროდუქტი რომელსაც ეს თქვია გაყიდვების შიდა აკადემია გაყიდვების შიდა აკადემია არის როგორი რაღაც ეს მე ვეხმარები კომპანიებს იმაში რომ მათ შექმნან შიდა სასწავლო ცენტრი ანუ გააკეთონ სისტემა რომლის საფუძველზეც მათ ექნება შესაძლებლობა მუდმივად ასწავლონ ახალ კადრებს და ძველ კადრებს გაუმეორონ გაყიდვების სრული სცენარები სრული ქცევის კოდექსი ყველა გაყიდვების ხრიკი რომელიც უნდა იყოს გამოყენებული კლიენტთან ურთიერთობის დროს ამ შემთხვევაში კომპანიები თუ ამ ბაზის ძალიან კარგად მართავენ ამ შემთხვევაში მათ ეს პრობლემები ნაკლებად აქვთ, იმიტომ რომ როდესაც მიდის ძლიერი სეილსმენი, მისი ჩანაცვლება რა თქმა უნდა არის შესაძლებელი ახალი კადრით, რომელიც აგრეთვე მალევე ჩადგება ესე ვთქვათ ფორმაში. თუმცა რა თქმა უნდა, კარგი სეილსმენის წასვლა ძალიან მტკივნეული არის. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ ძალიან ბევრი კარგი სეილსმენი სამსახურს ტოვებს, იმიტომ რომ გონია რომ ის არ არის შესაბამისად დაფასებული. რაცშიც მეც პრინციპში ვეთანხმები, იმიტომ რომ სეილსმენი არის ისეთი პოზიცია, რომელსაც მოაქვს შემოსავალი კომპანიაში, ეს არის კომპანიის ლოკომოტივი, კომპანიის დრაივი ძირითადი და მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ძალიან მაგარი საბონუსო სისტემა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად დიდი საბონუსო სისტემა ექნება, მით უფრო მეტს გააკეთებს ის. დაფასება მხოლოდ თქვათ ციფრობრივად უნდა იყოს ასახული თუ ამ დამოკიდებულებებშიც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არა, მარტო ციფრობრივი мотиваცია არ არის ეფექტური. მნიშვნელოვანი არის რომ კომპანიის მხრიდან თუნდაც თანამშრომლების ან ზოგადად კოლეგების მხრიდან იყოს ნორმალური ურთიერთობა, იმიტომ რომ მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც უბრალოდ წამოვიდა უფრო მაღალი ხელფასიდან და დათანხმდა უფრო დაბალ ხელფასს, მხოლოდ იმიტომ რომ ყოფილიყო კარგ გარემოში და ურთიერთობა ჰქონდა კარგ უფროსთან. დამეთანხმებით ეს მნიშვნელოვანია და მე მახსენდება ერთი კვლევა რომელიც გააკეთეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ იყო საინტერესო შედეგი რომ მენეჯმენტს ცალკე გაუკეთეს კვლევა და თანამშრომლებს ცალკე გაუკეთეს კვლევა ანუ 10 ფაქტორიდან რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი თანამშრომლებისთვის ხო როგორ ფიქრობთ მენეჯმენტმა პირველ ნომრად მონიშნა ხელფასი მაშინ როდესაც თანამშრომლებმა მესამე ადგილზე გავიდა ხელფასი პირველი იყო ხელმძღვანელების მხრიდან დამოკიდებულება და მეორე იყო ატმოსფერო თვითონ კოლექტივში მესამე იყო მხოლოდ ხელფასი ეს ძალიან საინტერესო მაგალითია რა თქმა უნდა ყველა ადამიანს ეს არ ეხება ეს არის ერთ-ერთი მაგალითი და ერთ-ერთი სტატისტიკა და ამის განზოგადოება ხომ მთელი სოფლის მასშტაბით არასწორია თუმცა რაღაც გარკვეული საინტერესო სიგნალები ჩანს რომ ადამიანური ურთიერთობები მეც რატომღაც მგონია რომ არის ერთ-ერთი წამყვანი მამოძრავებელი ძალა რის გამოც შესაძლოა დარჩეს სამსახურში თუნდაც არ მიატოვო კრიზისულ სიტუაციაში მithumetes თუ ადამიანს გამოცდილება აქვს ამისი მაშინ ის ამ შეცდომას არ დაუშვეს მაგრამ თუ არა აქვს ეს გამოცდილება შეიძლება გაყვეს მაღალ ხელფასს და მე ინანოს ამისი არაერთი მაგალითი არსებობს და მე პირადად გეტყვით ხა მე არ გავყოლი ვარ მაღალ ხელფასს მაგრამ მქონია ესეთი ის თქვა სიტუაცია როდესაც მუშაობდი ძალიან ცუდ ატმოსფეროში ჩემი კარიერის განმავლობაში
და თანახმა ვიყავი უფრო დაბალ ხელფასზე რომ მემუშაო უბრალოდ იმ სიტუაციიდან გამოსულიყავი და იმის მერე როგორც კი მოვშორდი იმ სიტუაციას გავხდი ძალიან ბედნიერი, ბევრად უფრო ბედნიერი, ბევრად უფრო ნაკლები ხელფასით. აი თურმე როგორ შეიძლება ესეც ხდება. რა ქმნის გაყიდვების წარმატება შეიძლება ამაზეც რომ ისაუბროთ ერთ-ერთი ფაქტორი რომელზეც საუბრობდით იყო ნდობა, საინტერესოა როგორ უნდა მოიპოვო ეს ნდობა, რა უნდა გააკეთო ნდობის მოსაპოვებლად, ან საერთოდ როგორ უნდა მოიძიო კონტაქტები და შემდეგ როგორ უნდა გადაიზარდოს ეს ყველაფერი ნდობაში. კარგი, მე მაშინ დავიწყო თავიდან, ხო? გაყიდვების როგორ შეიძლება გახვიდე კონტაქტებზე? თვითონ გაყიდვები არსებობს, მოდი ვთქვათ, ორი სახის, რა პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირი არის ის სახეობა, როდესაც ადამიანებს შორის არის ურთიერთობა. არაპირდაპირი არის ძირითადად call center-ის ან ინტერნეტის საშუალებით გაყიდვები, სადაც უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ციფრებს, სტატისტიკას და ფაქტებს. პირდაპირი შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ადამიანური ურთიერთობები და სწორედ ამ დროს გამოიყენება ძალიან ბევრი გაყიდვების ხრიკი. მაგალითად, როგორ უნდა მოძებნო პოტენციური კლიენტი? კარგი სეილსმენი თავის პოტენციურ კლიენტებს ეძებს აბსოლუტურად ყველგან. სადაც არ უნდა იყოს ყოველთვის იყურება კლიენტისგან, იყურება ბანერებზე, უსმენს რადიოს, იქ ახალი კომპანიის რაღაცა რეკლამა გაიგო, ყველაფერს ინიშნავს, იმიტომ რომ კლიენტები არიან სულ გარშემო მთელი დღის განმავლობაში სულ კლიენტები ტრიალებენ და სწორედ უნდა შეარჩიო ეს კლიენტები. ხშირად არის ხოლმე სეილსმენი მიდის კომპანიაში და იქ ხდება გარკვეული ბაზა. და ნუ ბედნიერია რომ დიდი ბაზა არის ხოლმე, მაგრამ როგორც წესი ეს ბაზა ეს თქო არ არის მაინც კარგი, ან ათვისებული არის. თუმცა ამ მნიშვნელოვანი არის რა, რომ ყოველთვის როცა გაქვს დიდი ბაზა და დიდი შესაძლებლობა კლიენტებთან ურთიერთობის, უნდა დაიწყო არა მისი ზომიდან გამომდინარე, იმიტომ რომ როგორც წესი მსხვილ კომპანიებთან დადის რაც შეიძლება ბევრი სეილსმენი. რატო? იმიტომ რომ იმათ აქვს ბევრი ფული და შესაბამისად დიდია იმის ალბათობა რომ მათ იყიდონ ჩემი პროდუქტი, მაგრამ არ არის სწორი. იმიტომ რომ უნდა წახვიდე უფრო მეტად იმ კომპანიებში თავიდან, რომელიც გონია რომ შენი პროდუქტი ჭირდებათ მათ. ანუ თუ შენ ეს გონია, მაშინ აზრი აქვს წასვლას, ანუ წახვიდე რომელიღაც კომპანიაში, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს პროდუქტი, მაგრამ აქ ბევრი ფული აბსურდულია, ხო? როგორ უნდა მოიძიო კონტაქტები? კონტაქტების მოძიების ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს, მაგრამ ძირითადად ორი არის. ანუ არის cold call-ი და კონტაქტების საშუალებით გასვლა, ესე ვთქვათ, საჭირო ადამიანს. ან cold call-ი არის როგორი რაღაცა, ის დიღებ ტელეფონს და რეკავ call center-ში. ან რეკავ ვიღაცის მობილურის ნომერზე, ვისთან შენ ურთიერთობა არ ქონია, მისი სახელი და გვარი იცი მხოლოდ და მხოლოდ, ან შეიძლება ზოგ შემთხვევაში ეგეც არ იცოდე და ცდილობ რომ რაღაცა გაყიდო. რა თქმა უნდა, გააჩნია რა პროდუქტზე არის საუბარი, იმიტომ რომ ზოგიერთი პროდუქტის გაყიდვა ტელეფონით არის შესაძლებელი და ზოგიერთს ბუნებრივად ვერ გაყიდი. და აგრეთვე ხო და მეორე და ხო ნუ ამ შემთხვევაში მიზანი არის რა იცი რომ უბრალოდ დანიშნო შეხვედრა, წახვიდე და აი იქ ადგილზე დაელაპარაკო. ხო მეორე შემთხვევაში არის კონტაქტების საშუალებით გასვლა. ეს ყველაზე კარგად მუშაობს. კი, ყველაზე კარგად მუშაობს და ყველაზე ეფექტური არის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენთან ეს მარტივია, დიდ ქვეყნებშიც ესე არის, იმიტომ რომ მე მაქსიმუმ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ავტორი, რომელიც მოღვაწეობს რუსეთში, არ არის რუსი ეროვნები, თუმცა მოღვაწეობს რუსეთში და ის ყვება, რომ ამ ხელა ქვეყანაშიც კი მე არასდროს არ ვაკეთებ cold call-ებს. მე ამ ყველაფერს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვაკეთებდი კონტაქტების საშუალებით და როგორ აკეთებ იცით? ესეც ამთავრებს კლიენტთან ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, ამ კლიენტთან მან წარმატებით გაყიდა თუ წარმატებით ვერ გაყიდა პროდუქტი, ბოლოს უსვავს ესეთ შეკითხვას, რომ ხომ შეიძლება მითხრათ, ჩემ პროდუქტს თქვენი სანაცნობოდან ვის შეიძლება რომ დაჭერდეს ჩემ პროდუქტი? შეგიძლიათ მითხრათ 2 ან 3 ესეთი ადამიანი? ისინი ავსებენ ეს ვთქვათ ღიაობას გამოხატავენ ამ შემთხვევაში და ეუბნებიან პოტენციური კლიენტების. კი, რატო? იმიტომ რომ ეს არის ამ კლიენტთან ურთიერთობის დასასრულს. კლიენტთან ურთიერთობის დასასრულს სეილსმენს უნდა ქონდეს უკვე ნდობა მოპოვებული. ანუ ფაქტიურად უნდა იყოს მეგობარი. ნუ შეიძლება ძმაკაცი არა, მაგრამ მეგობარი. და როდესაც შენ მეგობარი გთხოვს 2-ს ან 3-ს, ხო, ამ შემთხვევაში იმ მეგობარს აუცილებლად მისცემ. ამ ნდობას და ერთ მომენტს დავამატებ. საინტერესოა რატომ 2-ს ან 3-ს და რატო არ უსვამს თქვა შეკითხვას 1-ს ან 2-ს. იმიტომ რომ ყოველთვის ადამიანი მისცემს ამ შემთხვევაში
პასუხს უფრო ნაკლებ რაოდენობას. ხო თუ ეტყვი ერთს ან ორს მოგცემს ერთ კონტაქტს, თუ ეტყვი ორს ან სამს მოგცემს ორ კონტაქტს. ბუნებრივად ორი კონტაქტი უმჯობესი არის. და ესე ხდება გასვლა, ანუ ერთიდან გადიხარ ორზე, კიდე ერთიდან ორზე, კიდე ერთიდან ორზე და საკმაოდ ასე ვთქვათ, ბევრ ადამიანს შეიძლება შეხვდე ამის საშუალებით. გაცემის პირველი ნაწილი ახლოვდება დასასრულს, მაგრამ თუ შეიძლება ამ შეკითხვაზეც რომ გამცეთ პასუხი, ვიდრე რეკლამაზე გავალთ, საუბრობდით ნდობის მოპოვებაზე და ამას ქმნის უშუალო დამოკიდებულება, ზოგჯერ ფამილიარულად აღიქმება ხოლმე. კი, რა თქმა უნდა, უშუალობა ძალიან მნიშვნელოვანი არის. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სეილსმენი იყოს რაღაც გარკვეული დოზით მსახიობი. უნდა შეეძლოს ითამაშოს, მაგრამ კარგი მსახიობები არიან ის მსახიობები, რომლებიც მაქსიმალურად ბუნებრივად თამაშობენ, ხო? ოსკარსაც სწორედ მაგაში აძლევ. შესაბამისად, ზუსტად იგივე არის სეილსმენების შემთხვევაში, უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივად უნდა ითამაშო. თუმცა გეტყვით, რომ გარკვეული პერიოდის მერე ეს ბუნებრივობა, უბრალოდ ხელოვნურობა გადავა ხასიათში და უბრალოდ გახდება სეილსმენის ბუნებრიობა, რაც ძალიან დაეხმარება და ძალიან გაუმარტივებს შემდგომ ურთიერთობას კლიენტებთან. ძალიან დიდი მადლობა. გაცემის პირველი ნაწილი ამით დასრულებულია. განვაგრძობთ საუბარს გაყიდვების თემაზე ბიზნეს ტრენერ დავით კენჭაძესთან ერთად. სულ რამდენიმე წუთში თქვენსმეთ გაცემის PR ფორუმზე გახლავთ ნინი ხუგაშვილი და მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. საღამოშიდობისა განვაგრძობთ გადაცემას PR ფორუმი თქვენსმეთ რადიო იმედს, რომლის ეთერშიც ვსაუბრობთ თემაზე გაყიდვებით. დღეს ჩემი სტუმარია ბიზნეს ტრენერი დავით კენჭაძე. საღამოშიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. საღამოშიდობის კიდევ ერთხელ მადლობთ კიდევ ერთხელ რომ მომიწვიეთ. მათ ვინც სწორედ ახლა შემოგვიერთდა და შეგახსენებთ რომ ჩვენ ვსაუბრობთ გაყიდვების თემაზე, გაცემის პირველ ნაწილში ვცლად ვისაუბრეთ ამა თუ იმ დეტალზე, მაგრამ კიდევ ბევრი დაგვრჩა სასაუბრო, თუ დრო მოგცემ საშუალებას, ვეცდებით რომ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოგაწოდოთ. კი, შევეცდები სწრაფად ვიგულობთ. ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ყოველთვის თეორიის მოსმენა არის ნიშნულოვანი ბუნებრივია, მაგრამ პატარ-პატარა кейსები და ხრიკები, რომელიც პრაქტიკაშია განხორციელებული, ყოველთვის უფრო მეტად გამახსოვრდება. თუ არის შესაძლებელი, რომ სწორედ ახლა ასეთი ტიპის кейსებზე ვისაუბროთ და მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს, რომელიც რეალურად გაუწევს მას დახმარებას. არის შემთხვევები, რომელიც თითქმის ყოველთვის გამოგადგება. კი, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის მეთოდი, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან რთულია თქვა რაღაც ერთი კონკრეტული ვთქვათ ხრიკი, რომელიც გამოგადგება ყველა სიტუაციაში. ეს რაღაც არ არის. არ არსებობს, ან თვითონ გაყიდვების პრაქტიკაში არის ესეთი რაღაც, რომ არის რაღაცა რაოდენობის ასე ვთქვათ საშუალებები, ხრიკები და მეთოდები, ხო, რომელიც გამოყენება არის შესაძლებელი კლიენტთან ურთიერთობის დროს. უბრალოდ კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტულ კლიენტთან კონკრეტული პროდუქტის გაყიდვისას უნდა გამოიყენო კონკრეტული რაღაცა ხრიკი, რომელიც იმ სიტუაციას მოერგება ყველაზე მეტად. ანუ ეს რომ წარმოვიდგინოთ დაახლოებით ინსტრუმენტების შეკრა, ხო, ჩანთა ინსტრუმენტები, სადაც არის უამრავი ტიპის ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებლად აქ, თქვათ, არ ვიცი, წყლის დენის ხელოსანს, ხო, რომელიც დადის სხვადასხვა ობიექტებზე, ხო, მაგრამ ის ყველას არ იყენებს ერთდროულად, ის იყენებს სწორედ იმ ხელსაწყოს, რომელიც ჭირდება იმ კონკრეტულ სიტუაციაში. ზუსტად იგივე არის გაყიდვებში. თან გაყიდვებს აქ ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რომ გაყიდვების თეორია და პრაქტიკა არის ფაქტიურად ერთი და იგივე. იმიტომ რომ ეს არის ცოტა სხვანაირი დისციპლინა არის. გაყიდვები არ არის ისეთ სფერო, რომელსაც ასწავლიან უნივერსიტეტებში, რაც ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა არის. მოდი აღნიშნოთ ესეც, იმიტომ რომ გაყიდვები ისეთ სფეროა, რომ მარტო გაყიდვები რო იცოდეს ადამიანმა, ის შეძლებს ცხოვრების და კარიერის აწყობას და სულ არ ჭირდება მეტი სხვა არანაირი, ასე ვთქვათ, ის პროფესიის ცოდნა და შეიძლება არიან ძალიან ბევრი ადამიანები, რომლებიც ვერ ამთავრებენ უმაღლეს, ან ფულის, ან სხვა პირობების გამო. ხო, ან უბრალოდ უპატრონო ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ბავშვთა სახლებში და შემდგომ გამოდიან, ხო, ამ 18 წელს რო ხდებიან, გამოდიან გარეთ და არ იციან რა გააკეთონ. ანუ ეს ისეთი პროფესიაა, რომლის საშუალებითაც ყველა შეუძლია რომ იმუშაოს, ყველა შეუძლია რომ ფული იშოვოს, თუ სწორედ დაეუფლება. ამისათვის რა თქმა უნდა არის საჭირო ძალიან კარგი ცოდნა. ხო, თვითონ ხრიკებს რაც შეეხება, ანუ როგორც აღნიშნე არის პრაქტიკა და თეორია არის ძალიან მსგავსი. უბრალოდ რაც წერია თეორიაში, ის არის პრაქტიკაში სხვადასხვა სიტუაციებში, თუნდაც სხვადასხვა ქვეყნებში. ანუ რაღაცა რაც არის პრაქტიკაში მიღებული ამერიკაში, არ არის მიღებული ჩვენთან და ასე შემდეგ. მაგალითად არის ერთი ესეთი ხრიკი, როდესაც ესეთი ალტერნატიული გარიგების მეთოდი ქვია, რაც ნიშნავს ეს რაღაცას, რომ ადამიანთან როდესაც უკვე შესული ხარ ღრმად საუბარში, ბოლოსკენ როდესაც მიდი საუბარი, თუნდაც მაღაზიაში, ეკითხები
ნაღდი ფულით გადაიხდით თუ პლასტიკური ბარათით. ანუ იმას კი არ ეკითხები, რომ შეიძლება ამ პროდუქტს გნებავთ ან რაღაც ესეთი არასწორი შეკითხვები. რაღაცა იძულებულს ხდი რომ ამდა შეიძინოს რაღაცა. კი, ანუ ალტერნატიული გარიგების მეთოდი სწორედ მაგითო ქვია, რომ ორ შეკითხვას უსო და დიდი არის იმისი ალბათობა, რომ ამ ორიდან ერთ-ერთს აარჩევს. თუმცა რა თქმა უნდა, შეიძლება ამ მეთოდმა არ გამოიყენოს და გამოიყენო რაღაცა სხვა მეთოდი ამისათვის. მაგალითად ესეთი ლეკვის მეთოდი, ძალიან ესეთი საინტერესო მეთოდი, რომელიც სხვადასხვა ძალიან კარგად მოქმედებს რეალობაშიც. ანუ ლეკვის მეთოდი რაში მდგომარეობს, გეტყვით ორი სიტყვით. ეს წამოვიდა ლეკვების გამყიდველებისგან, რომლებიც აკეთებდნენ ეს რაღაცას. წარმოიდგინეთ სიტუაცია, ოჯახი, დედა, მამა, შვილი მიდიან ლეკვის აქტიურად, იმიტომ რომ ბავშვმა ტვინი წაიღო, ესე ვთქვათ, რომ მინდა ლეკვი. მიდიან ასარჩევად, ბავშვი ეხუტება ამ ლეკვს და უნდა წაყვანა სახლში. მშობლები ორჭოფობენ, არ იციან წაიყვანონ თუ არა. ნუ მოკლედ როგორ ხდება, მოდის სეილსმენი და იძახის, რომ ხედავთ, რომ თქვენ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, მაშინ მე თქვენ შემოგთავაზებთ ესეთ რაღაცას, წინ შაბათი კვირა არის, მოდი წაიყვანეთ ეს. ნახეთ, როგორ ესე ვთქვათ, შეეგუებით თქვენ ბავშვი და მე ორშაბათს მომიყვანეთ უკან თუ არ მოგეწონებათ. რა ხდება? ბავშვი თამაშობს პარასკევის საღამო, თამაშობს შაბათი ნახევარი დღე, გადის რაღაცა პერიოდი, ბავშვი მიდის უკვე თავის სათამაშოებთან, მეგობრებთან ერთად თამაშობს და ეს ლეკვი რჩება მშობლებს. მშობლები ეჩვევიან, მით უმეტეს უკვე საჭმელის უყიდეს, იქ რაღაც თებში უყიდეს სპეციალური თავისი წარწერით, ეჩვევიან ამას და სწორედ აქ დღე ნახევარი იმისათვის, რომ ამას შეეჩვიონ და ორშაბათს უეჭველი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მოდი დავიტოვოთ. ეს მეთოდი არის ძალიან ესეთი აპრობირებული მეთოდი და ძალიან ბევრ შემთხვევაში მუშაობს, სხვათა შორის საქართველოში ძალიან ბევრი იყენებს ამ მეთოდს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ინტუიციურად აკეთებს უფრო ამ ყველაფერს და არა წინასწარ დაგეგმილად და ეს ხო წინასწარ შეთანხმებულად. ხო, ნუ აი მაგალითად ეს ორი ძალიან ისეთი საინტერესო ქართულ რეალობაში თუნდაც რომ ავიღოთ სამოსის მაღაზია, იქ ხშირ შემთხვევაში გეუბნებიან, რომ დღის ბოლომდე გაქვს შეცვლისვა და თანხას არავითარ შემთხვევაში უკან არ იბრუნებენ და იძულებული ხარ ან არ იყიდო თუ არ ხარ დარწმუნებული რომ გინდა, ან რჩები საბოლოო ჯამში უკმაყოფილო მერე. ეგ საკითხი ახლა მე როგორც ვიცი კანონმდებლობით რეგულირდება, თუ არ ვცდები, რაც გარკვეული ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რა. ყოველ შემთხვევაში ახლა დაბრუნების საკითხები ბევრად უფრო გამარტივებული არის და დარეგულირებულია ისე, რომ გამყიდველს არ შეუძლია თავისი ესე ვთქვათ ნებასურველით გადაწყვიტოს ეს ყველაფერი. თუმცა ის რაც თქვენ თქვით, ის არის გაყიდვების ერთ-ერთი ხრიკი, იმიტომ რომ ახლა ეს გამახსენდა, როდესაც თქვენ სეილსმენი გეუბნებათ, რომ იცი ეს ბოლო დარჩა, ძალიან აპრობირებული ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ბოლო დარჩა. თქვენ რომ მეორე დღეს მიხვიდეთ ამ სეილსმენთან და ნახოთ, რომ გუშინად შეიძინეთ ზუსტად იგივე ზომა დევს კიდე ის გეტყვის, რომ იცი თურმე საწყობში ყოფილა კიდევ ერთი და აქ არ იყო ცენტრალურ საწყობში იყო. ან გეტყვის, რომ გუშინ მივიღეთ ახალი პარტია, რომელიც მე არ ვიცოდი, ან რაღაცა ისე, რომ რეალურად ვერ მოედავები. და ის ძალიან კარგი ხრიკი არის, რომელიც ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანზე. რადიო იმიჯი ხარ სტუმრად და შეუძლებელია მედია გაყიდვების თემაზეც რომ არ ვისაუბროთ, ვიდრე გადაცემას დავიწყებთ ერთგვარი პეტრე მოკლევა ჩავატარა ჩვენს მარკეტინგის მენეჯერებში და უკითხე რა სიტყვავენ ყველაზე მეტად დამკვეთები და კლიენტები რა სურთ მათ. და აღმოჩნდა რომ მათ ყველაზე მეტად სურთ, რაც უფრო ხშირად გაიჟღერებს მათი სახელი, თუნდაც ეს არ იყოს თემატურად მათთან დაკავშირებული. რამდენად არის მართებული ეს თიმიდგომა? რაც უფრო მეტია გაშვება, ფიქრობენ რომ ყურს უფრო მეტად ხვდება, უფრო მეტად დაამახსოვრდება. რეალურად ეს არის მართებული მიდგომა? თუ შესაძლებელია რომ თუნდაც იგივე სასპონსორო პაკეტები თემატურად არჩევის შემთხვევაში უფრო კარგად მუშაობდეს, იმიტომ რომ გაცემის წამყვანი ვთქვათ, მათ პროდუქციას, როდესაც არის პირდაპირ თემასთან დაკავშირებული, უფრო კარგად გაუწევს ვთქვათ. იგივე რეკლამირებას. მესმის. როგორ არის ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ინდივიდუალური შემთხვევა არის. ამ დროს ყოველთვის უნდა შეფასდეს ღირებულების თემა. ხო, ანუ თუ თანაბარი ღირებულების შემთხვევაში არის, უნდა ნახო შენი მომხმარებელი, შენი პოტენციური მომხმარებელი რა დროს არის უფრო მეტად ესე ვთქვათ ორიენტირებული იმაზე, რომ მიიღოს რაღაცა ინფორმაცია, ორიენტირებული არის უფრო მზად. დიახ.
იმისათვის რომ ინფორმაცია მიიღოს ინფორმაცია, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი რეიტინგული გადაცემა და ყველა ცდილობს რომ ზუსტად იმ რეიტინგულ გადაცემაში რაც შეიძლება ბევრი რეკლამა გაუშვას. რაც არის არასწორი, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანების მისი პოტენციური კლიენტების დიდმა ნაწილმა სწორედ იმ მომენტში გადართოს სხვა არხზე, ეს ეხება როგორც ტელევიზიას, ისე რადიოსაც. ამიტომ ჯობია რომ უფრო თემატურად იყოს, თქვათ, რაღაც არ ვიცი, ბიზნეს გადაცემებზე, რომელსაც უსმენენ ბიზნესმენები, უფრო თემატური, რაც მაგათთვის იქნება საინტერესო ისეთი ტიპის რეკლამა გააკეთო. ეს არის კიდე როგორ რაღაცა, იცით, რომ ყოველთვის არის ბიუჯეტი შეზღუდული და იმ ბიუჯეტის ოპტიმალური გამოყენება არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, არის ესეთი შემთხვევები, მათ შორის საქართველოშიც იყო, რომ ბიუჯეტი გაქვს რაღაც არანორმალური, იმიტომ რომ მენეჯმენტი არ მართავს კომპანიას სწორედ და ამ ბიუჯეტს ისური სხვადასხვა მიმართულებით და შედეგი გაქვს მართლა მაგარი რა. მაგრამ გაქვს მაგარი იმის კვალობაზე, რომ 1-50%-ით მეტი დახარჯე და იგივე ეფექტი შეიძლება მიგიღო გაცილებით უფრო ნაკლებად. ეს მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ალბათ გამოსწორდება იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიცირებული მარკეტინგის მენეჯერები ეყოლებათ შესაბამის კომპანიებს. გასაგებია. რაც შეეხება სტიმულირებას, რამდენად არის მნიშვნელოვანი გაყიდვების სფეროში, როგორც თანამშრომლების სტიმულირება, ან რა ხერხებით უნდა მოახდინო ეს და ასევე კლიენტების სტიმულირება. დავიწყოთ თანამშრომლებზე საუბრით. თანამშრომლები, სელსმენები უნდა იყო ძალიან მოტივირებულები. მე სამწუხაროდ მქონია ბევრი ესეთი შემთხვევა, ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც სელსმენებს აქვთ საკმაოდ მაღალი ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი არის 100-200 ლარის ფარგლებში. ეს არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა, იმიტომ რომ ეს დაუწერელი კანონი არის, რომ გაყიდვებში სელსმენს უნდა ქონდეს ძალიან დიდი ბონუსის გამომუშავების საშუალება. იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ფიქსირებული ხელფასი, ხო? იმ ადამიანს, მოდი ეს თქვათ, ცოტა უხეშად ვთქვით, ხო, მოდუნებული არის რა, ფეხებზე კიდია მოდი ეს ვთქვათ, ის საქმე, რა საქმეც უნდა გააკეთოს, ხო? მაგრამ რა არის იცით კომპანია რა შედეგს მიიღებს ამ შემთხვევაში ხო დიც ვერაფერს იმიტომ რომ ეს ადამიანი დადის ამ კლიენტებთან დადის გაყიდის თუ არ გაყიდეს სულ ერთია მაგისთვის ხელფასს მაინც მიიღებს აბა პირიქით რომ შევხედოთ აბა რომ იყოს ის მოტივირებული და ორიენტირებული იმაზე რომ შეიძლება მეტი შემოსავალი მოიტანი და მე მეც მოგცემ შესაბამისად ის რაღაც ანთებული თვალებით შეუვარდება კლიენტს ჩაეხუტება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ამ კლიენტმა იყიდეს ხო ან და დააწესოს ზღვარი რომ რაღაც თანხის ზემო თუ გაყიდეს მას ექნება რაღაც ბონუსი ან ყოველ შემთხვევაში პროცენტი ბონუსის უნდა მოუმატო თუ გინდა რომ ხო გაზარდო мотиваცია რომელიც შეეხება ფინანსურ мотиваციას თუმცა როგორ არის ის ზოგადად კადრების მენეჯმენტში мотиваცია ორ ნაწილად შეიძლება გაყო რა ერთი არის ფინანსური მეორე არის არაფინანსური мотиваცია სეილსმენებისთვისაც ისევე როგორც ყველა სხვა თანამშრომლისთვის არის მნიშვნელოვანი არაფინანსური мотиваციის თემები რომელიც 1-2 ვახსენეთ და იმის გარდა კიდევ უამრავი არის სხვადასხვა კიდევ ერთი ფიქრობ საინტერესო საკითხი რომელსაც ჩვენ შევეხეთ ეს არის კლიენტების სტიმულირება რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი შინაგანად ველოდება რაღაც ესეთ აქციას იმისაც რომ მიიღოს გადაწყვეტილება წავიდეს და რაღაცა შეიძინოს და ეს არის რა თქმა უნდა გაყიდვების გაზრდის ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება თუმცა ყველა სტიმულირების აქციას აქვს თავისი მიზანი შეიძლება სტიმულირების აქცია იყოს ზარალიანი კომპანიისთვის არალიანი, მაგრამ ხო, გრძელვადაში ის რაღაც სხვა ეფექტს მიიღებს, იმიტომ რომ ეს არის ეხლა მოკლევადაში არალიანი, გრძელვადაში ეს იქნება, რა თქმა უნდა, გაზრდის გრძელვადაში ცნობადობას, ცნობადობა მე გაზრდის უკვე გაყიდვებს. ხო და ახლობით ესეთი ის. ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის სტიმულირების აქციები არსებობს, რომელთაც შესაძლებელი არის რომ გაყიდო. თუმცა მე ცოტა სხვა მიდგომა მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვიყენებ უფრო ეს თქოთ სეილსმენურ თვისებებს, როდესაც ჩემი მიდგომა არის ყოველ შემთხვევაში ესეთი, რომ შენი სეილს თიმი მიუხედავად იმისა თუ რა ზომის ხარ და თუ 1000 კაცი ყავს სეილსმენად, მე რა ის სეილსმენები უნდა იყვნენ ძალიან მაგრები და ძალიან მოტივირებულები, იმიტომ რომ ის ფასის დაკლება და ერთ სიყივი ორს გაჩუქებ, ხო? არის უფრო ისეთი თემა, როდესაც ბოლო მომენტი არის უკვე კლიენტთან ურთიერთობის და იმ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და იმ მხოლოდ მაშინ ღირს რომ აი მოდი იყიდე ახლა ეს და მეორედ გაჩუქებ, ანუ იყიდე და ახლა ფასს დაგიკლებ. ანუ რაღაც ბოლო მომენტი. თუმცა რა თქმა უნდა ეს
არ ეხება ისეთი ტიპის პროდუქციას, რომელიც იყიდება მაღაზიაში, როდესაც მომხმარებელი თვითონ უნდა მივიდეს და შეარჩიოს რაღაც, ხო? თუმცა აქაც არის შესაძლებელი, რომ ყველა სუპერმარკეტში და ყველა მაღაზიაში, სადაც არის განთავსებული და არის რაღაც ღირებული, ყავდეს ცალკე sales აგენტი ყოველგვარი, ესე ვთქვათ, აქციის გარეშე, იმიტომ რომ თუ გაყიდვები, კარგი პროდუქტი, კარგი salesmeni გაქვს, აქცია რეალურად ნაკლებად გჭირდება. თუ გჭირდება ძალიან სწრაფი, რა თქმა უნდა, ეს დამატებითი ფაქტორი არის, მაგრამ ეს დის ხარჯებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რის ხარჯებს აღწევს salesmeni, რომ მიაღწიოს, თქვათ, თავის მიზანს არის ის, რომ მას საკუთარი პროდუქტი იცოდეს ზედმიწევნით კარგად, ხომ ესეა? რა თქმა უნდა. და გაიცემის მიწურულს რეზიუმეს სახით, თუ გამოგრჩა რაიმე ესეთი თემა, რომელზეც აუცილებლად უნდა გვესაუბრა? არა, ესეთი მე მგონი არაფერი არ გამოგჩენია. უბრალოდ მე მინდა ერთი ჩემი გამოცდილებიდან მოგიყვეთ ერთ ძალიან საინტერესო ისტორია გაყიდვებთან მიმართებაში და რაც გარკვეულ დასკვნების გამოვიტანოთ, ეს ის ნაწილი არის, რომელზეც ჩვენ არ გვისაუბრია გაყიდვების მომენტში. ანუ ეს არის რა, როგორ უნდა დაეხმარო კლიენტს მიიღოს გადაწყვეტილება რა უნდა მას. ანუ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანი შედის მაღაზიაში და არ იცის რა უნდა კონკრეტულად. და სხვა შორის ეს არ არის იშვიათი შემთხვევები, საკმაოდ ხშირად ხდება ესეთი რაღაც. ერთ-ერთი თვალნათელი მაგალითი ვარ მე, როდესაც ხშირ შემთხვევაში არ ვიცი რა სიყიდო ამ სურს. ერთ-ერთი ესეთი შემთხვევა მქონდა მეც, როდესაც შევედი და ვიცოდი მხოლოდ ის, რომ მინდოდა პერანგის ყიდვა, მაგრამ არ ვიცოდი როგორის რანაირის, ესე ვთქვათ. და მოვიდა კონსულტანტი გოგონა, რომელმაც ამიყვანა იმ მიმართულებით, სადაც პერანგები იყო განთავსებული და დაიწყო ჩემთვის შემოთავაზება. აი, ნახე, ეს არის ლურჯი ზოლებით, ეს არის კვადრატებით, რაღაცა წითელი, ეს არის ყვითელი, ეს არის სადა, ეს არის ისეთი საყელოთი, ასეთი საყელოთი, ქართულად არ ვიცი საფონკები და იმის გარეშე, ეს თქო ღილებით და ასე შემდეგ და იმდენი რაღაცა შემომთავაზა, რომ მე უბრალოდ დავიბენი და ვერ შევძელი რომ მიმიღო რაღაცა გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ვერ გავიგე მე თვითონ რა მინდოდა. და ძალიან საინტერესო იყო ესეთი რაღაც, რომ 2 კვირის მერე მე აღმოჩნდი დუბაიში ერთ-ერთ საოჭრო ცენტრში და რა მოხდა იქ, როდესაც შევედი, თან მე პერანგის ყიდვა მინდოდა, იმიტომ რომ თბილისში ვერ ვიყიდე და იქ აღმოჩნდი და მოდი ბარემ ეხლა აგვიყიდიო და მე გოგონა როგორ მელაპარაკებოდა, იცით, რომ დამესვა შეკითხვა, რომ რისთვის გინდა ეს პერანგი, ანუ ეს არის ყოველდღიური მოხმარების თუ უფრო სამსახურის და კლასიკური ჩაცმულობისთვის. ნუ უთხარი კლასიკური ჩამოთვლა. ხო, გამორიცხვის მეთოდით მიდის რა, ანუ იმასაც რა თქმა უნდა ბევრი პერანგი აქვს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა პერანგი მინდა მე, მით უმეტეს მე თვითონ არ მაქვს წარმოდგენა რა მინდა და იმას აიდონო იცოდეს, ხო? შესაბამისად დამისვა ესეთ შეკითხვა, მე დამისვა როგორი უფრო ღია ფერები უნდა იყოს თუ უფრო მუქი ფერები, თქო, ღია, თქო, საყელო როგორი უნდა ესე ჩაყვა ამ ყველაფერს, თან რაღაცებს მაჩვენებს, პრეზენტაციას აკეთებს ამ ყველაფერს და ბოლოს იყო დამთავრდა რითი, რომ მაჩვენა აი ეს 2 პერანგი არის ზუსტად ის, როგორიც შენ გინდა. ნუ დამთავრდა იმით, რომ მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ თურმე ესეთ პერანგი მდომებია და მე თვითონ არ ვიცოდი და ავდექი და 2-ვე ვიყიდე. ნუ მე ცალკე შეკითხვა არის, რა თვინდოდა მე 2-ვე შეკიდვა, იმიტომ რომ იდეაში ძალიან მსგავსი იყვნენ ერთმანეთის, მაგრამ რეალურად ამ მეთოდმა ძალიან იმოქმედა, იმიტომ რომ ამ ადამიანმა მითხრა ჯადოსნური სიტყვები, რომ მე მგონი მაგ ზუსტად ის, რაც თქვენ გჭირდებათ და მეც დავთანხმდი, იმიტომ რომ აქამდე ძალიან ბევრ რაღაცაზე თავს უქნევდი, ესე ვთქვათ. სერვისის თემა არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, ზუსტად ზედატანის შერჩევას საუბრობდით, უბრალოდ გაყიდვების თემა იყო ცოტა სხვა მიმართულებით, როდესაც პერტუს გრუპის დამფუძნებელმა მითხრა, რომ სრულიად უსარგებლო ნივთი მხოლოდ იმიტომ იყიდა დაახლოებით 300 ევრო უცხოეთში, რომ მას კარგად შესთავაზეს ეს პროდუქტი და მას ეგონა რომ სწორედ ასეთი სურდა, ამიტომ ამ შემთხვევაში სერვის მომსახურებას და ცოდნას ამ ყველაფრის ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩანს. უღრმესი მადლობა, გაიცემა ამით პრაქტიკულად დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ხმის რეჟისორს ვთხოვ დაახლოებით 9 წუთი მომწეს იმისთვის, რომ რეზიუმე გავაკეთოთ დღევანდელი გადაცემის და მთავარი რჩევები, რაც უნდა ახსოვდეს ყოველთვის გაყიდვების მანეჯერს. კარგით, შევეცდები უცებ გითხრათ, ანუ პირველი არის რა, რომ იყოს მონდომებული და ქონდეს იმის რწმენა, რომ მას შეუძლია რაღაცის მიღწევა აუცილებლად, უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე.
ისწავლოს ძალიან ბევრი, გააანალიზოს საკუთარი გამოცდილება, შეხედოს სხვისი გამოცდილება და გამოიყენოს რაც ყველაზე მთავარი არის გაყიდვების სწორი სქემა. ანუ ყველა მისი პოტენციური klienti შეხედოს, რომ ეს არის ერთჯერადი klienti კი არა, klienti სამუდამოდ, ეს არის ადამიანი, რომელთანაც ნდობაში უნდა შევიდეს და რომლის მეგობარიც უნდა გახდეს და მინდა გითხრათ, რომ ბევრი მაქვს მე თვითონ შემთხვევები, როდესაც ესეთ ბიზნეს ურთიერთობიდან რეალურ მეგობრობამდე გადაიზარდა ურთიერთობა ადამიანებთან. მეცაც გეტყვით ესეთი ბიზნეს ურთიერთობის მერე ესეთი ერთ-ერთი ადამიანი ჩემი მეუღლეა. აჰა, ძალიან კარგი. ასე რომ ეს მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანი არის და სწორი არის, რომ არასდროს არ შეტენო კლიენტს ისეთი პროდუქტი, რომელშიც შენ ხარ დარწმუნებული, რომ ეს პროდუქტი მას არ ჭირდება, ანუ მიყიდო ზუსტად ის, რას უნდა მას და გამოიყენო რაც შეიძლება ბევრი მეთოდი გაყიდვებისთვის. ამისათვის წაიკითხეთ რაც შეიძლება ბევრი წიგნები. თუ წიგნები დაჭირდებათ, ამისათვის მე ჩემი მოძებნა შესაძლებელია ინტერნეტში და მე ამ ხრივ დავეხმარები ნებისმიერ ადამიანს. უღრმესი მადლობა დავით კენჭაძე, ბიზნეს ტრენერი იყო დღეს PR ფორუმის სტუმარი გახდით საეთერო სტუდიაში. ნინი ხუგაშვილი, მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. როგორ აამუშაო შენი იდეა? როგორ დაგეგმო შენი წარმატება? როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას? შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე.